გამარჯობა სანდრო. როგორ კარგად შე? სანდრო, როგორ იყო რანინაში განვლილი გზა და რა მოგცა რანინა? ძალიან კარგი განვლილი გზები მქონდა. სიამოვნება მომცა რანინა და სიხარული და მეგობრები. ძალიან კარგი. ესე იგი, დაახასიათე რანინას 3 სიტყვით. ზღაპრული სამყაროა, მეგობრული და მხიარული. სანდრო, წინ გელოდება დიდი ფინალი. როგორი მოლოდინები გაქვს? კარგი მოლოდინები მაქვს და არ უნერვიულობ. რა შეგისრულებ? მე შეგისრულებ ციცინათელას. ძალიან კარგი წარმატებები და ვიცი რომ ამ სიმღერას საოცრად შეესრულებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მოგიხდება. გამარჯობა ლაზარე. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად შე ხარ? მეც. რა მოგცა რანინამ და როგორი იყო რანინაში განვლილი გზა? რანინამ რა თქმა უნდა პირველ რიგში აღვნიშნავ რომ რანინამ მომცა ძალიან ბევრი მეგობარი. არა მარტო წლევანდელი ათეულიდან, არამედ რანინელებმა დანარჩენი ყოფილი რანინელებიც გავიცანი და დავმეგობრდით ძალიან და მეგობრობა მომცა პირველ რიგში და რაც შეეხება ახლა რეპეტიციებიც ძალიან კარგად მიდიოდა. დაახასიათე რანინას 3 სიტყვით. რანინა არის მეგობრული პროექტი, ძალიან ხალისიანი და მაგარი პროექტი. გეთანხმები. ლაზარე, წინ გელოდება დიდი ფინალი. როგორი მოლოდინები გაქვს? მე რა თქმა უნდა კარგი მოლოდინები მაქვს, თორეს კი ვნერვიულობ, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია ესეთი ნერვიულობა და მე ესე საჭიროც არის და ზუსტად ეგრე ვნერვიულობ, თორე ესე დაანაც არა. ძალიან კარგი, რა შეგისრულებ? მე შეგისრულებთ სულიკ. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ფიქრობ რომ მართლა ძალიან მოგიხდება სიმღერა, იმიტომ რომ კარგად გიცნობ და მინდა რომ წარმატებები გისურვო. შეიფრიალა გოსანამა ყვავილსნის კარდი შეახვა. ანიტა, რა მოგცა რანინამ და როგორი იყო განვლილი გზა? რანინაში გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი. რანინას განვლილი რეპეტიციები და დრო იყო ძალიან მხიარული, სახალისო და მუსიკალურად უფრო გამვითარდი. დაახასიათე რანინას 3 სიტყვით. მეგობრული, ხალისიანი და მუსიკალური. წინ გელოდება დიდი ფინალი. ანუ როგორ ემზადები და რა მოლოდინები გაქვს? მოლოდინები მაქვს ძალიან კარგი, ცოტათი რა თქმა უნდა ნერვიულობა ეს ბუნებრივია, მაგრამ ოფერი კარგად ჩაივლის. ანიტა, რა შეგვისრულებ? ჩონგურ სიმები გავუყი. წარმატებები და ვიცი რომ საოცრად შეასრულებ ამ სიმღერას. შოგურის